გამარჯობათ, დღევანდელი ლექცია ესე იგი ეხება პრაქტიკების კიდევ ერთ სახეს. ეს არის ცვილი, ფუტკრის ცვილის სანთლებით პრაქტიკა. ჩვენ ვაკეთებთ, რასაც ახლა ჩვენ სწავლობთ, ეს არის პრაქტიკები, მოძრაობებით, გარკვეული მოძრაობებით, ასევე ვაკეთებთ ჩვენ მედიტაციებს სუნთქვებთან ერთად, იმისათვის, რომ ამა თუ იმ ქალღმერთის ესე იგი ენერგიები შემოვიზიდოთ ჩვენში. გარდა მაგისა კიდევ არსებობს ცვილით პრაქტიკები, რაც ძალიან ცვილის სანთლით, უბრალოდ ფუტკრის სანთლით პრაქტიკები, რაც ძალიან სასიამოვნო ასევე პრაქტიკები არის, ეზოთერიკული პრაქტიკებია. ამისათვის ჩვეულებრივი გრეხილის, სამსანთლიანი ცვილის გრეხილის გაკეთებაც შეიძლება ძირიდან წვერისკენ ფიტილისკენ საათისის მიმართულებით. მე უფრო რთული კონსტრუქციები მაქვს გაკეთებული, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის, მე რაღაც ნაწნავები და ერთმანეთში ჩახლართულობები მაქვს გამოყენებული. და კიდევაც მიდევს, აფროდიტესი მიდევს ჩვეულებრივად ლექციებთან ერთად, იმიტომ რომ იქ იმდენი საინტერესო ნაღვენთმა, იმდენი საინტერესო ფიგურა შექმნა, რომ უბრალოდ ესე წვატილ ვიღებდი, რომ ის მეჩვენებინა თანდათანობით როგორი ცვილი და ცვილის ნაღვენთი გამოსახულებას და გველაპარაკებოდა, ხო? ძალიან მარტივად კეთდება, ყიდულობთ ამ სანთლებს, რომლებიც ეკლესიებში, მაღაზიებში ყიდება, განსაკუთრებით კარგი არის ალილოს მაღაზიაში 100%-იანი ცვილის სანთლები არის, 22 თეთრიანები და თბილისში რამდენიმე ადგილას არის და შეგიძლიათ შეიძინოთ. და ჩვეულებრივად ის როდესაც იხათ რაღაცას აკეთებთ, იმ განზრახვით, უბრალოდ იმ განზრახვით, რომ ქალღმერთ აფროდიტეს ესე იგი ენერგიები მინდა რომ ჩემში მომიზიდო, ხო? ამას იტყვით ჩვეულებრივად ან გაიფიქრებთ, დაანთებთ ამ სანთელს და იქვე იხართ და რაღაცას აკეთებთ. არის აუცილებელი რომ სანთელზე ესე მიჭებჭებებულები იყოთ და სულ უყუროთ. შიგადაშიგ შეხედავთ, იმიტომ რომ სანთელი როდესაც იღვენთება, მისი ცვილი სხვადასხვანაირ ფიგურებს წარმოქმნის და ამ ფიგურებით ის ჩვენ რაღაცას გველაპარაკება, თუ რას პასუხობს ჩვენს განზრახვაზე. რიტუალზე, ხო? მოკლედ ნახავთ თქვენ ამ ჩემ გამოსახულებებს, თქვენ თვითონ შეაფასებთ როგორი არის. სამნაირი სანთელი მაქვს ხა ის ამ ეტაპზე მოცემული. ერთი არის ინიანთა ჰარმონიზაცია, ეს არის ორი წნული, რომლებიც კიდე დამატებით ერთმანეთში არიან გადაწნულები, ანუ ორი პოლარობის სინქრონიზაცია და ჰარმონიზაციაზე არის ეს ინიან ჩანაფიქრი. ძალიან ლამაზი წნული არის, შვიდსანთლიანი წნული არის, ზედ ყვავილებით არის დაფრქვეული. ამასაც შეატყობთ, ეს არის აფროდიტეს სანთელი. და ჰერას სანთელი, უფრო თაემსგავს არატუღაც მაკოშის სანთელს, მაგრამ აქაც, ის იმიტომ რომ რომბებია ზედ გამოსახული და რომბი მაკოშის სიმბოლო არის, ხო? და მიწაზე მყარად მდგომის არის. რომბი იგივე ის არის რუსულ, სლავურ იმაში, ამითოლოგიაში რომბი არის მიწის სტიქის ემბლემა. და მაკოშის ის არის ორნამენტი არის რომბებისგან 4 რომბი ქმნის ერთ რომბს, ეს არის მაკოშის გამოსახულება. და აქაც არის რომბები, იმიტომ რომ ჰერა და მაკოშის ფაქტობრივად ერთ-ეგივე ქალღმერთებია, ოღონდ სხვადასხვა რელიგიურ პანთეონებში. ჰერა არის ბერძნული, მაკოში არის სლავური. და ის ამიტომ ის რომ სანთელია მაკოშს გავს, ამაში არაფერი ისეთი არ არის. კიდათ მაკოს საუნთეთ სანთელი, კიდათ ჰერას ორივე არის ოჯახური ბედნიერების, ქალის დედის, ქალის ბედის, ესეთი აქვს ენერგიები აქვს მათ ორივეს. კარგით, ეხლა რაც შეეხება ჩვენ კურსს, გადავიდეთ, გავაგრძელოთ და მინდათ ვილაპარაკო 3 ტიპის ურთიერთობაზე ქალსა და მამაკაცში. საერთოდ გრძნობა ადამიანში წარმოქმნის ალკოჰოლს. აბსოლუტურად ყოველგვარი ღვინისა და სხვა სპირტიანი სასმელების გარეშე ორგანიზმში თავისი წარმოიშვება ცოტა რაოდენობით ალკოჰოლი, მაშინ როდესაც ვიღაცის მიმართ გვაქვს ნება, გრძნობა, ტოლვა, ხო? კიდევაც აღმოსავლურ პოეზიაში ძალიან ხშირად არის ლაპარაკი იმაზე, რომ სიყვარულით მთვრალი დავდივარო. არის ესეთი გამონათქვამები და ეს აბსოლუტურად ტყუილი არ არის, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ადამიანი ამ დროს კარგ ხასიათზეა,
დაფანტულია, შეზარხოშებული ვით არის, რაღაცნაირად გაფროებული ვით არის, ანუ სუბუქ ალკოჰოლურ თრობაშია, ასე რომ ვთქვათ. ალკოჰოლი ცეცხლსტრიქი არის, ის ცოტა რაოდენობით ძალიან კარგია, გვათბობს და გვაძლევს, ანუ ნაპერწკალს, ენერგიას, სტიმულს, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობით ის როგორც ხანძარი, დამანგროველი და მწველია. და სწორედ ამაზე არის ლაპარაკი, ესე იგი ურთიერთობებში, ხო, პირველი ეს არის ადიქციური ურთიერთობა, რომელიც არაჯანსაღი ურთიერთობაა. ეს არის პარაზიტული ურთიერთობა, როცა ერთი ვამპირი არის და მეორე მას ყვებავს, მეორე დონორი არის. ნუ პარაზიტული არსება, რა თქმა უნდა, დაბალ ენერგეტიკული არსება არის და მეორე, ვინც მას ყვებავს, უფრო მაღალ ენერგეტიკული არსება არის. და ასეთი ურთიერთობა შეიძლება კიდევაც სიყვარულის დროს, ანუ ადიქტიური ადამიანს, როდესაც უყვარს, ის ვერ ხარჯავს ნორმალურად ამ სიყვარულის ენერგიას, უგროვდება და თქვენ იცით, რომ აი ძალიან ბევრი დაგროვილის რაც არის, უკვე ფაქტიურად ის რაც ელექსირია, შხამად იქცევა, ხო? და ამ თავისი სიყვარულით პარტნიორს ჭამს. ამიტომ აი ესეთი რაღაცა, რომ აი ქალებში ძალიან ხშირი არის, რომ აი მამაკაცის არსებობაზე, მის სიყვარულზე ძალიან დამოკიდებულები არიან ზოგიერთი ქალები, ან ძალიან უყვარდებათ და ძალიან ეჭვიანობენ და ძალიან ვარდებიან ამაში და კაც პირდაპირ აღრჩობენ ამ თავიანთ სიყვარულში, აწუხებენ თავიანთი ეჭვიანობით, სულ ებღაუჭებიან, სუნდათ რომ ერთად იყვნენ და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ, ხო? ეს ყველაფერი არაჯანსაღია, იმიტომ რომ სიყვარულითაც კი შეიძლება ადამიანი დააღრჩო და ძალიან შეაწუხო. კარგით, ახლა ამას დავანებოთ თავი და გადავიდეთ მეორე ვარიანტი, ეს არის სიმბიოზი. ეს არის უკვე ჯანსაღი ურთიერთობა, თანაბარი, ჰარმონიული, სამართლიანი ურთიერთობა, სადაც ორი ერთნაირი არსება. ერთად არსებობს, მაგრამ აქ შეიძლება იმდენად სიყვარულიც არ იყოს, ამდენადაც იყოს ურთიერთსაჭიროება, ხო? ანუ დავუშვათ მამაკაცს იჭირდება ქალს, იმიტომ რომ ის ფულს გამოიმუშავებს, მამაკაც ქალი ჭირდება, იმიტომ რომ ის ოჯახში მას უიუთ როგორ არის, ესე იგი იდილიას უქმნის, სიმყუდროების უქმნის და აი რომ შევადაროთ, ახლა რა არის კიდე სიმბიოზი ბუნებაში, ხო, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმში არის მის საჭმელმომნელებელ ტრაქტში, ანუ ნაწლავებში არის ბაქტერიები. იმისათვის, რომ ჩვენ საკვები მოვინელოთ, ბაქტერიების ყოფნა აუცილებელია. და ბაქტერიებისთვის კიდე ჩვენა ვართ აუცილებელი, იმიტომ რომ ისინი სხვაგან ვერ იცხოვრებენ. ეს კონკრეტული ბაქტერიების სახეობა განკუთვნილი არის ნაწლავებში საცხოვრებლად, იმიტომ რომ სწორედ იქიდან იკვებება. სწორედ საკვების ისეთი სჭირდება მას სახე, როგორიც არა ბუნებაშია გარეთ, არამედ ცოცხალი ორგანიზმის ნაწლავშია, ხო? ანუ რა ხდება, ბაქტერია ჩვენ გამსახურება, ჩვენ საჭმელმომნელებას ემსახურება, მარტო ჩვენ კი არა, ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმს, ხოლო ჩვენ კიდე მას ვაჭმევთ, ხო, ვკვებავთ. ამიტომ ეს არის ორი ურთიერთგაცვლა და შეიძლება ჩაითვალოს ჯანსაღად. ჯანსაღად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა იდეალური არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის არ არის სიმბიოზის დროს გრძნობა, ზოგჯერ არის მიჯაჭვულობა, იმიტომ რომ აი მე ვერ ვიშოვებ ფულს, ხო? აი ჩემი ქმარი შოულობს. ქალის დამოკიდებულება, კაცის დამოკიდებულება, მე კი ვშოულობ ფულს, მაგრამ აი მე ვერ მომიმზადებ სადილს, მე ვერ დავალაგებ სახლს, ვერ ვიწყურებ სისუფთავეზე, ანუ ქალზე დამოკიდებულება. ანუ მივხვდით, ხო? ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს ავსებს და ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ. ეს არის სიმბიოზი. ადიქტიურთან შედარებით ბევრად უკეთესია და ასე თუ ისე ჯანსაღად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგრამ იდეალური და უნაკლო არ არის. და მესამე ეს არის სინერგია, ეს არის ორი ძალიან მაღალგანვითარებული სულის, ორი, ანუ ქალისა და მამაკაცის ისეთი ურთიერთობა, სადაც ერთმანეთის გარეშედაც ეს ადამიანები არიან დამოუკიდებლები, თვითკმარები, განვითარებულები ყველა მხრივ და ერთმანეთთან არ არიან რაღაცა გამოყენების და საჭიროებისა და გამო, არა. ეს ურთიერთობა ძირითადად მყარდება სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, ვნებით, ასევე საერთო ინტერესებით და ჰარმონიით, რადგანაც აქ არანაირი ანგარება არ არის. იმიტომ რომ
ორივე შეუძლია ფული იშოვოს, ორივე შეუძლია სახლში ყველაფერი თავის სახლში მოაგვაროს. ეს არის ორი სრულიად ჩამოყალიბებული, დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც აქამდე მარტოც კარგად ცხოვრობდნენ და ეხლა ჩვენ იმათ გააგრძელებდნენ. უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს და მართლა მოეწონათ ერთმანეთი, მართლა შეუყვარდათ ერთმანეთი და არაფერი მათ ურთიერთობას არ აიძულებდა ერთმანეთთან, შეეძლოთ ისევ დამოუკიდებლად გაეგრძელებინათ ცალსაკე ცხოვრება და რატომ მოხდნენ ეს ორი ადამიანი ერთად, ხო? იმიტომ რომ აქ გაჩნდა ძალიან დიდი მიზიდულობა, სრულიად უანგარო. ეს არის სინერგია. ანუ ორი მაღალ განვითარებული, დამოუკიდებელი თვითკმარი ადამიანების უანგარო მართლაც და ამაღლებული ურთიერთობა, რაც ყველაზე იშვიათია და იდეალურია. ეს არის ურთიერთობის ყველაზე ჯანსაღი და იშვიათი ფორმა. უმეტესობა ამის არსებობა არც კი იცის, იმიტომ რომ ბუნებაში, აი ცხოვრებაში ხო, ძირითადად რას ვხედავთ? ან ადიქციას, ან სიმბიოზს. სინერგიას ძალიან იშვიათად ხვდებით ცხოვრებაში და შეიძლება ამიტომ ბევრს ეს არც გაუგია, მაგრამ ეს არის ის რისკენაც ადამიანი უნდა ისწრაფოდეს. პირველ რიგში ადამიანი უნდა ისწრაფოდეს თავისი სრულყოფილებისთვის, თავისი თვითკმარობისა და დამოუკიდებლობისათვის და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ის უკვე ისწრაფოდეს სინერგიისათვის. ანუ ადამიანმა უნდა ჯერ თავისთავად დახვეწოს იმისათვის, რომ მერე უკვე დახვეწილ ურთიერთობაზე იფიქროს. აი ამით უკვე ჩვენ დღევანდელ ლექციას ვასრულებთ. მომავალ შეხვედრამდე.